დაზიანებული ჭერი, ჩამწრეული ფანჯრებიდან გრევის პირას მისული სახლი. ასეთ პირობებში ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში 8-სულიანი ოჯახი. ცოციაშვილების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებიდან აღებული 400 ლარია. ისინი საკუთარი ძალებით პრობლემას ვერ უმკლავდებიან და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. რწმუნებული მართალია მათ პრობლემას იცნობს, თუმცა რამინ მელიქიშვილი ოფიციალურ მიმართვას ითხოვს. ერთი გაჭირვებული ოჯახის ისტორია ნახეთ კახა კუპატაძის რეპორტაჟში. ასე გამოიყურება ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც 8 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. სოფელ სანიორეში მცხოვრები ცოციაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ სახურავის დაზიანების გამო წვიმების დროს წყალი ოთახებში ჩადის და კედლები სველდება. საშინელ მდგომარეობაშია ჭერი და კედლები ინგრევა შვილად. ჭერიდან წყალი ჩამოდის და მცირეწლოვანი შვილიშვილები მეშინია, რომ უცბად გრიგალი რო ატყდება ხოლმე თავზე არ ჩამომექცეს, კიბეც გვენგრევას, მთელი კედლები გარედან და შიგნიდან სუნთელი ინგრევა. მაყვალა ცოციაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალით ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვა, ტექნიკის დაქირავებისთვის შესაბამისი თანხები არ აქვს, რათა საჭირო მასალა სახლამდე მიეტანა. რამდენიმე რწმუნებული გამოვიცვალეთ სოფელ სანიორემ, მაგრამ ისა რამდენიც მოვიდნენ, შეამოწმეს, საჭიროდ ჩათვალეს ამ ბინის გარემონტება, გამგეობაში შეტანილი მაქვს განცხადება, გამოგვიყვეს საამშენებლო მასალები ვითომ და თქვენ თვითონ უნდა წაიღოთო მანქანაო ტყეში გზა გააკეთოთო და თქვენ უნდა მოიტანოთო და თან სალაროში უნდა ბანკში ფული უნდა გადარიცხოთო და მე მაგდენი მარტო ხელაქალს მეუღლე და ღუპილი მყავს, 3 შვილი მყავს, 6 შვილიშვილი, მაგდენი რო შემეძლოს, მე თვითონ გავაკეთებდი და იმათ რაღაცე ვთხოვდი. ცოციაშვილების შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებიდან აღებული 400-მდე ლარია, რომელიც სოციალურად დაუცველებს საკვებადაც ძლივს ყოფნით. მათ პროდუქტით ყოველდღიურ დახმარებას მეზობლები უწევენ. Იმ სახლი ეგ თავზე ენგრევათ. კედლები დახსნილია სუნთელი შიგნიდან, აი ეს გარეთ ეგ კიბეცა ესე არის. ამათი კაცი რომელიც დაიღუპა, აი კიბეცა ჩვენ თვითონ რაღაცები მოახერხეთ, რაღაცები გავუკეთეთ. და ესე რაღაცა უბანში ხალხი ვეხმარებით ნელა-ნელა და თუ რაღაც საშუალება არის, სამშენებლო მასალა არის თუ რაც არის, აი ეს სახლი მაინც რომ გააკეთონ ცოტა ოდენი რომ კრიშა არ ჩამოენგრეთ და ის ბავშვები შიგარ მოვუყვეთ და ის ყავდეთ თავიანთვის აქ რაღაც საფარი რა. ძალიან გაჭირებული ოჯახია. სახლი დანგრევა და თქვენ თვითონ უყურებთ. უჭირთ ძალიან. პურის ფული არ აქვს თუ ბავშვები ყავთ, შვილიშვილები ყავს ამას. 5 შვილიშვილი ყავს, 5 კი არა, 6 შვილიშვილი. და ძალიან უჭირთ რა, მათ უნდა დახმარება. თუმცა ეგეთ თუ მდგომარეობაში სოფელში არავინ არ არის, როგორც ესენი არიან. სოფელ სანიორის რწმუნებული ირწმუნება, რომ ცოციაშვილების ოჯახის პრობლემას და მათ ყოველდღიურობას იცნობს. თუმცა რამინ მელიქიშვილი აქვე განმარტავს, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს დახმარებისთვის მისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. ეს ქალბატონი არ მოსულა ჩვენთან დასახმარებლად, არაფერზე საერთოდ არ მოსულა. ვიცი მაგის პრობლემაც ნამდვილად, როგორ მდგომარეობაშია მაგისი ბინა და თუ მოგვაკითხებს ჩვენ შეძლებს დაგვარად ამასაც აუცილებლად დავეხმარებით, რაც ჩვენ შეგვიძლია. ცოციაშვილები ამბობენ, რომ ყველა პრობლემასთან ერთად სახლის საძირკველიც დაზიანებულია და მას სასწრაფო სარემონტო სამუშაოები ესაჭიროება. ოჯახის დიასახლისი მოსალოდნელ საშიშროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობას გამაგრებითი სამუშაოები დროულად არ ჩაუტარდება, შესაძლოა კედლები გაირღვეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.